საქართველო და რუსთაველის ეროვნულ თეატრში რობერტ სტურუას სპექტაკლის ვეფხის ტყაოსნის ნაწილი პირველი ამბავი როსტევან არაბთა მეფისა პრემიერა გაიმართა. უკრავ პოემაზე რეჟისორი წლების განმავლობაში მუშაობდა. სპექტაკლის მუსიკალურ გაფორმებაზე სვიმონ ჯანგულაშვილმა და რეჟისორმა ერთად იმუშავეს, თარგმნის ქორეოგრაფია კოტე ფურცელაძეს ეკუთვნის. ვეფხის ტყაოსნის პრემიერა სრული ანშლაგით უწყვეტი ტაშის და აპლოდისმენტების თანხლებით შედგა. ვეფხის ტყაოსნის საპრემიერო სპექტაკლების სცენაზე ხვალ 17 და 18 აპრილს გაიმართება. ასე იწყება შეხვედრა შოთა რუსთაველის ეროვნული თეატრის სცენის სიღრმიდან დაშვებულ წიგნთან და მისი უკვდავი სტრიქონების სამყაროსთან. რობერტ სტურუას წლების განმავლობაში ნაფიქრი ვეფხის ტყაოსნის თეატრალური ვერსია სცენაზე თამაშდება, სადაც სცენის მიღმა რეჟისორმა საკუთარი ხმით თავადაც ითამაშა. ნახეთ სიმუხტლე შამისა. თითოეული ფრაზა, მუსიკალური ბგერა, სცენოგრაფია თუ სინათლის გადაწყვეტა რუსთაველის ვეფხის ტყაოსან სცენაზე მაგიურ დრამატურგია დაქცევს. შოთა რუსთაველის პოემის სცენურ სამყაროში თეატრალურ მოგზაურობას რეჟისორისგან ერთი მთავარი გზავნილი აქვს მაყურებლისთვის. მე მინდა რომ ქართველობა დაბრუნდეს თავის ნამდვილ სახით. ეს არის რაინდობა, კარგი განათლება, ზრდილობა, შეიძლება პრიმიტიული სიტყვა იყოს და არ იყოს ეს გაუთავებული ბოროტი ადამიანების ზეიმი. ამიტომ აქ არის მხოლოდ დასაწყისი ამ პრობლემის. ეხლა დავდგამს შექსპირს და მერე დავუბრუნდები მეორე ნაწილს, რომელიც ისე მოხაზული სავით მაქვს. შოთა რუსთაველი რა არის ყველა ქართველისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, რა ეპოქაში ხდება ამის ახლებური მისეული გადააზრება, ამას ყველაფერს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და მე ვფიქრობ, რომ ნამდვილად გენიოსია. ვეფხის ტყაოსნის პოეტურ სამყაროს თითოეული მუსიკალური ბგერა აცოცხლებდა სცენაზე. როსტევან მეფის, თინა თინისა თუ ავთანდილის გმირული ღირსებითა და სიყვარულით სავსე ამბის გადმოსაცემად. სტურუას თეატრი მუსიკალური თეატრია, ეს თამამად შეიძლება ითქვას. თითოეული ფრაზა, თითოეული მიზანსცენა, თითოეული მოძრაობა, ყველაფერი, მხატვრობა, ყველაფერი არის ღრმააზროვანი, თან ძალიან გასაგები, მარტივი, ესე ზოგჯერ დაუჯერებლად მარტივად მოწოდებული და იმავდროულად ძალიან ღრმა საზრისის შემცველი და მუსიკაც ამ პრინციპით ირჩეოდა. რაც კი გვითამაშია და გაგვიკეთებია სცენაზე, აქ სულ სხვა რამე მოითხოვა ვეფხის ტყაოსანმა. აი ყველაზე მეტი სიმართლე. ამაში გული და სული თუ არ ჩადები, ისე არაფერი არ გამოვა. ჩვენ ჩავდებით გული და სული. თქვენც რომ მოხვალთ გულით და სულით მოდით. ამბავი როსტევან არაბთა მეფისა, ნაწილი პირველი, სპექტაკლი სანდრო ახმეტელის 140 წლის თავს ეძღვნება. ყველაზე ცოცხალი წიგნის უკვდავებას რობერტ სტურუასეული რეჟისორით რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე. ისევ ექნება გაგრძელება.